სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ყველას მოგილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე არის დღეს. განსაკუთრებით ნინოებს მოგილოცავთ და ყველას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წმინდა ნინო ჩვენი დედა არის ყველას საქართველოს განმანათლებელია, ესე იგი. მეოხი არის ღვთის წინაშე და ჩვენც სხვა წმინდანთან შორის რაც განსაკუთრებული სასოება და იმედი უნდა წმინდა ნინოსი გქონდეს, ესე იგი. იმიტომ რომ ის არის ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველი. დღევანდელ სახარებაში ასეთი რამ ეწერა, რომელიც სწორედ მასთან იყო დაკავშირებული. 10 ქალწული იყო. 5 ბრძენი იყო და 5 სულელი. ესენი ელოდებიან სიძის მობრძანებას და მათ წაიღეს ლამპრები, ანთებული ლამპრები, რომ სიძეს უნდა მიეგებონ, ასე უნდა დახვდნენ. და ზოგმა ამ ლამპრებთან ერთად წაიღო ზეთიც. ანუ ბრძენმა ქალწულებმა 5-მა და 5-მა სულელმა ქალწულმა არ წაიღო ამ ლამპრებთან ერთად ზეთი. ეხლა თქვენ ხედავთ, აი კანდლებში რომ ზეთიანთია, კანდელის გარეშე ვერ აინთება ეს ზეთი. ხო, აი ლამპარიც იგივეა, ესე რომ იოლად წარმოსადგენი რო იყოს. და როდესაც სიძეს ელოდებოდნენ, ყველას ჩაეძინათ. და რომ შეძახილი იყო, რომ აბა გაემზადეთ სიძე მობრძანდება, ეს სულელი ქალწულები ხდებიან, რომ ლამპრები უქრებათ და ეუბნებიან ბრძენ ქალწულებს, რომ მოგვეცით თქვენი ზეთიდან, რადგან გვიქრებაო კანდლები. და ბრძენი ქალწულები ეუბნებიან იმისათვის, რომ ჩვენც არ დაგვაკლდეთ და თქვენც გქონდეთ, წადით და თქვენთვის იყიდეთ. და წავიდნენ ესენი საყიდლად. და როდესაც სიძე დაბრუნდა, ეს ბრძენი ქალწულები მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშო, კარი დაიკეტა. შემდეგ გვიან მოვიდნენ ეს სულელი ქალწულები და ევედრებიან, გაგვიღე ჩვენ. და შიგნიდან ეუბნება, რომ არ გიცნობთ თქვენ. და უფალი გვაფრთხილებს, ამიტომ ხიზლად იყავითო, ღვიძარე იყავითო, რადგან არ იცითო არც ის დღე და არც ის ჟამი, როდესაც უფალი მოვა. ეხლა ეს სიგაურად რას ნიშნავს? ჩვენ ველოდებით უფლის მეორედ მოსვლას. და თითოეული ადამიანის გარდაცვალებას, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი არ ამბობს, განა უკვე მეორედ მოსვლა არ არის, განა უკვე ღვთის წინაშე წარდგომა არ არის. და ზოგიერთი ელოდებოდა ანთებული ლამპრით. ეს რას ნიშნავს? რომ ეს ანთებული ლამპარი ეს ჩვენი სულის მდგომარეობა. და როგორც ამ კანდელს ზეთი სჭირდება, რომ აინთოს, ისევე ადამიანის სულს ღვთის მადლი სჭირდება, რომ ეს ცოცხლობდეს. და ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება მოწყალების მადლი, ადამიანს რომ მოწყალების საქმეები აქვს, ესე იგი. ოღონდ ამ მოწყალებასაც თავისი ფორმა ჭირდება, ესე იგი, როგორც სახარება ამბობს, რომ შენმა მარცხენამ არ უნდა იცოდე შენი მარჯვენა რას აკეთებს. შინაგან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამო აკეთებ. იმისთვის, რომ ანუ გეშო, თუ იმისთვის, რომ თავი გამოიჩინო და მოიწონო. აი ძალიან სრულიად განსხვავებულია. გარეგნულად შეიძლება შეხედო და ერთი და იგივე მოქმედება ჩანდეს, მაგრამ მოტივაცია შინაგანი ამ ორი ადამიანისა შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ორივე მოწყალებას გავდა, ერთი შეიძლება დამღუპელი იყოს, წამწმედელი ამ კაცისთვის, თუ ამ პარტანებით აკეთებს და მეორე შემთხვევაში კი მაცხოვნებელი. და ამ ბრძენმა ქალწულებმა, როგორც ჩანს, ესე იგი, იმ მოწყალების მადლით ანთებული სულები დაახვედრეს მაცხოვარს. და რომ ეუბნებიან სულელი ქალწულები, რომ მოგვეცითო ჩვენთვისო ცოტა ზეთია. თითქოს ერთი შეხედვით ჩანს, რომ დაენარათ ამ ზეთის მიცემა, მაგრამ სინამდვილეში კი არ დაენარათ.
ახლა მაგალითად დემეტრე წავიდა და ვიღაცა მოხუც ბებოს შეშა დაუჩეხა. მერე იქ წავიდა ვიღაცას შესამოსელი აჩუქა, იქ ვიღაცას წამალი მიუტანა. მე არაფერი არ გავაკეთე. ახლა ღვთის წინაშე რო წავდგებით, რას ვეტყვი დემეტრეს? დემეტრე, მოდი 1-2 შენ საქმიდან მე მომეცი რომ მეც რამე ჩამეთვალოს და ის მომცემს შეძლებს ამის მოცემას. ის ვერ გააკეთებს. ამიტომაც ყველას თავისი უნდა ჰქონდეს რაღაც გაკეთებული. ახლა საინტერესოა კიდე ერთი ასეთი რამ. როდესაც ეუბნებიან რომ წადითო და თქვენთვის იყიდეთ, ეს მდგომარეობა უკვე ჩვენ ღვთის წინაშე წავდებით, იქ აღარავინ მოწყალებას ვერ გააკეთებს. ეს ბავშვი რო აწვალებენ, აბა ერთი მიხმიაქციათ ყურადღება, ხალხსაც აწვალებენ და იმ ბავშვსაც და ცოტა ხანი გაასეირნეთ. ჯერ ისედაც უჭირთ ადამიანებს მოსმენა, ახლა ზოგ თვალებში რო უყურებ ხოლმე სულ სხვაგან არის ეს. ელაპარაკები და ის აქ არ არის, ზოგი აქ არის, ზოგი საერთოდ აქ არ არის. ზოგი ახლა ეს სიტყვები რო თქვი უცბად შეგვწუნდა ახავა რომ ეცო, მაგრამ ეგ ის არ არის აქ ყოფნა რო ქვი. ხოდა ისედაც უჭირდა კიდე ბავშვის ტირილი ყურადღებას უქარდოს. და სად წავიდნენ საყიდლად? აი ღვთის წინაშე წავდებით, საქმე არ აქვს. გაკეთებული. და ახლა სადღაც წავდით. და ასე განმარტავე რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ახსენდება. აი ის რომ მოვიდა და დახმარება მთხოვა, ნეტავი დახმარება. ანუ ადამიანი გონებით მიდის ყველა იმ ადგილთან, ყველა იმ ადამიანთან, სადაც მას შეეძლო სიკეთის გაკეთება და არ გააკეთა. შეეძლო, აი ხას უსვამ, შეეძლო გაეკეთებინა და არ გააკეთა. რომ არ შეეძლო და არ გააკეთა ეს სხვა რამე. ხოდა ეს უკვე დაგვიანებული სინანულია. ეს მათ ზეც ვერ მოაპოვებინებდა. ეს დაგვიანებული სინანულია. ამიტომაც აი რატო გვირჩევენ და გვეუბნებიან ჩვენ წმინდა მამები რომ ადამიანმა საკუთარ თავს სამსჯავრო უნდა მოუწყოს. აი ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგეთ აი ამ წუთში უნდა ვიფიქროთ რომ ნეტა მეც თუ გამახსენდება ვინმე ისეთი რომ შემეძლო დავხმარებული და უარი უთხარი ან დაზარების ან დანანების ან რა ვიცი რის გამო. ამიტომ აი ყველა ესეთ შემთხვევაში ჩვენ ეს იგავით უნდა გავიხსენოთ, ესე იგი რომ ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს თითოეული ის ადამიანი, ვინც უარით გავისტუმრეთ და ის სინამდვილეში უფალი გავისტუმრეთ უარით. თან ახლა შეხედეთ წმინდა იოანე ოქროპირი რას შენიშნავს. აქ ქალწულებზეა ლაპარაკი, ანუ ვინც წმინდა ცხოვრობდა იმაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამ წმინდად მაცხოვრებელი 10-დან 5 ვერ გადარჩა. ანუ მარტო ის რომ წმინდა ცხოვრობდე თუ მოწყალე არ ახარ, არ შეიძლება. აი აქ მაგალითი საამისოთ მოიტანა არა უბრალოდ რომელიმე ადამიანი, არამედ აი ის ვინც გადაწყვიტა რომ სიწმინდით იცხოვროს, მაგრამ იმას მოწყალების მადლი ჭირდება. აი წმინდა იაკობ მოციქული ასეთ რამეს ამბობს, ჩვენ ამაზე წინაზეც ვისაუბრეთ. ღვთისმსახურება წმინდა და უბიწო არის ქრივებისა და ობლების მიხედვა მათ გასაჭირში და საკუთარი თავის დაცვა ამ წუთისოფლის ამოვებისაგან. აი რაც იგივე დღევანდელი გავშია. ერთი ის რომ სიწმინდით იცხოვრო ამ წუთისოფლის ამოვებისაგან ყოველგვარი ვიცისაგან თავისუფალი იყო. რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურად ესა თუ ის ცოდვა გვაქვს, მაგრამ ერთია რომ ადამიანი უზრუნველად არის ამ ცოდვების მიმართ და მეორე რომ საკუთარ თავზე მუშაობს ადამიანი. ზოგჯერ ადამიანმა არ იცის რა უნდა თქვას აღსარებაში და ეგ იმის ნიშანია რომ ის საკუთარ თავზე არ მუშაობს. თორე შეუძლებელია ვცდილობდე ჩაიხედო შენ სულში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინო სათქმელად. პირიქით, თუ ადამიანი გულწრფელად ჩაიხედავს, იმდენ რამეს აღმოაჩენს, რომ შეიძლება იქ კიდე ბეწვის ხიდია ხოლმე, რომ უიმედობაში არ უნდა ჩავარდეს. როგორ ეუბნებოდა ესე იგი წმინდა სილვანე ათონას, რომ შენი თავი ჯოჯოხეთში ამყოფე, მაგრამ იმეც ნუ დაკარგავ. ანუ შენი თავი ამყოფე შენ შიგნით იმ სიმყრალეს დააკვირდი რაც არის და მართლა მიხვდები რომ ჩვენ ჯოჯოხეთის მეტი არაფერს არ ვიმსახურებთ, მაგრამ იმეც ნუ დაკარგავ. ანუ საკუთარ დამსახურებაზე, საკუთარ ვითომ წყალებში ღვაწლზე კი არ გქონდეს რაღაცა იმედი დამყარებული, არამედ ღმერთის მოწყალებაზე. თუმცა
ის რომ ადამიანმა უნდა ეცადოს რომ სიწმინდით იცხოვროს და ადამიანი უნდა მოწყალებით ცხოვრობდეს ეს ჩვენი გასაკეთებელი ეს ჩვენი მცდელობა რომ ღმერთს ვაჩვენოთ ჩვენი მისადმი ერთგულება ერთი ის რომ ამ წუთის სოფლის ამოვებისგან თავი მოიზღუდოს ადამიანმა და მეორე ის რომ ქვისა დაუბოს მათ გასაჭირში მიეხმაროს ეს არის ღვთისმსახურება როგორც მინდა მოციქული იაკობი ამბობს ახლა მაინც და მაინც რატომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს იკითხება ხოლმე ყოველთვის ეს ერთი ის რომ ის სიწმინდით ცხოვრობდა და მეორე ის რომ ის მოწყალებით გამოირჩეოდა და ყველაზე დიდი მოწყალება როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს ეს არის ქადაგება ყველაზე დიდი მოწყალება არის ქადაგება და ყველაზე დიდი ქადაგება არის მოწყალება და პირიქით ამბობს იმიტომ რომ ახლა ნახეთ წმინდა ნინომ რაც საქართველოს მოუტანა ამაზე მეც ვერაფერს ვერ მოუტანდა ის იმიტომ რომ მან ღვთის სიტყვა მოუტანა როგორც მოციქულები ეუბნებიან მაცხოვარს ჩვენო საწავიდეთო საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვები შენთან არისო შენ გაქვს და სწორედ ეს საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვა მოიტანა წმინდა ნინომ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მისი მხრიდან ჩვენთვის გაკეთებული მოწყალება იმიტომ რომ ყველა სხვა ხორციელი მოწყალება ის დროებითია მაგრამ ის მოწყალება რომ ღვთის სიტყვა მოიტანა ჩვენამდე ეს მარადიულია და თითოეულმა ის როგორც დედა ჩვენი ესე გწყალოთ და ჩვენც როგორც მამა თუ დედა ჩვენი შვილებისა პირველ რიგში ჩვენც ეს მოწყალება უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილისათვის ეხლა თქვენ ხედავთ ხშირად რომ აი თითქმის სპორტული ჟინით ვაზიარებთ ჩვენ შვილებს აი დავუშვათ გუშინ რომ აზიარეთ ჩვილი ბავშვი დღესაც უნდა აზიაროს შეიძლება ხვალაც რომ წირვა იყოს ხვალაც აზიაროს მაგრამ თვითონ შეიძლება 1-3 წელი არ ზიარებულა ეს მითაი რაზე ვამბობ ეხლა რა გამოდის ის პატარა უმანკო ბავშვი იმას თუ განწმენდა ჭირდება დიდს არ ჭირდება ესე იგი სუფთა ფინჯანს ჭირდება ყოველდღე რომ გაწმინდო და ტალახიანი 1 წელი ესე უნდა იდოს მოწარმოიდგინეთ ხოდა მე კიდე მაგალითად ძალიან დიდი ძალა ზოგი ბავშვი უკვე რომ მოიზრდება ძალიან ჭირვეულობს და მე ვაკითხები მშობელს დაუნახი ხარ როდის მე რა შენ ეზიარე და არასოდეს არ დაუნახია რომ ეზიარე ხოდა რატო გააკეთოს ის რაც მშობელზე არასოდეს არ დაუნახე უჭირს ძალიან ბავშვს უჭირს ძალიან მე ვამბობ ახლა 2-3 წლის ბავშვს კი არა 7-8 წლის ბავშვს რომ არასოდეს არ დაუნახია რომ მშობელი ეზიარება იმას მაგალითი ჭირდება და ის მაგალითი კიდევ უფრო მეტად აანთებს მასში რწმენას და უფრო საფუძვლიანი იქნება სულ არარაობას რა თქმა უნდა ჯობია რომ შვილი მაინც მოიყვანო შენ ვერ ეზიარები მაგრამ უკეთესია რომ მაგალითი მშობელმა მისცეს თუ უნდა რომ ეს დიდი ხანი გაგრძელდეს და არასოდეს არ შეწყდეს დღევანდელ დღეს ასევე არის ჩვენი ტაძრის კურთხევის დღე ვისაც გახსოვთ ესე იგი ჩვენი ტაძარი კი 2014 წლიდან წირვა-ლოცვა აღესრულება ფერისცვალება დღეს 19 აგვისტოს პირველი წირვა ჩატარდა მაგრამ რადგან სამუშაოები კიდევ დასასრულებელი იყო ამიტომ რამდენიმე წელი გადაიდო კურთხევა და ყველაფერი დასრულდა მე სწორედ დღევანდელ დღეს წმინდა ნინოს დასასწაულზე მოხდა ამ ტაძრის კურთხევა და დიდი მადლია ესე იგი თითოეულ დასახლებაში თუ თითოეულ სოფელში ტაძარი და თუ ადამიანი სწორად იყენებს აი ამ შესაძლებლობას ეს მადლია ღვთისგან მონიჭებული აი მაგალითად უფალმა ხო ზოგს 5 ტალანტი მისცა ზოგს 2 ზოგს 1 აი მოგცა და შენ თუ იმას მიწაში დაფლავ იმ შესაძლებლობას რომ მიხვიდე და ახსარება თქვა და ეზიარო თუ ჯარი დაიწერო თუ აი ღვთის მასაობით იცხოვრო შენ თუ ამ შესაძლებლობას ტალახში დაფლავ მაშინ ღმერთს რას მიუტან რას ეთქვი რომ აი წარმოიდგინეთ სიტყვაზე ვამბობ ახლა ზოგიერთი შეიძლება წმინდა წლიდან ჩამოვიდა აქ
ხო იმ დასახლებიდან ჩამოვიდა. ზოგი ერთი შეიძლება სულაც რომელიმე სოფლიდან მოვიდა. და აქ 100 და 200 მეტრში ვინც ცხოვრობს, ის რას ეტყვის, რომ ჩვენ რატო ვერ მოვდიოდით? ამიტომ აი უფალი ასეთ რამეს ამბობს, რომ მსგავსით განიკითხება. ეგ რას ნიშნავს? რომ დავუშვათ ვიღაც იტყვის, რომ მე ამიტომ ვერ მოვდიოდი, რომ ესეთი სამსახური მქონდა. მაგრამ ღვთის წინაშე ჩვენ აუცილებლად აღმოვაჩენთ ისეთი სამსახურის მქონეს, რომელიც ახერხებდა ღვთის ცნებებით ცხოვრებას და ეკლესიურად ცხოვრებას. ჩვენ ვიტყვით, რომ სტუდენტი ვიყავით, თუ სკოლის მოსწავლე, თუ სპორტსმენი, თუ ასეთი, თუ ისეთი ჯანმრთელობის. მაგრამ ზუსტად ეგეთიც აღმოჩნდება, რომელიც ამას ახერხებდა და აღმოვაჩენთ, რომ რა, ყველაფერი ჯერ ყოფილა სურვილზე, გვინდოდა თუ არ გვინდოდა. აი ჩვენ თავს უნდა დავუწოთ შეკითხვა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სული გადარჩეს თუ არ გვინდა. მერე უნდა ვკითხოთ, რომ გვინდა, რას ვაკეთებთ ამისთვის. იქნება არაფერსაც არ ვაკეთებ. და მერე ის უნდა ვკითხოთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ამას ღვთის წინაშე სწორად ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ. ისე კი არა ჩვენი წარმოდგენებით. და იმისათვის, რომ ადამიანმა სწორად იცოდეს კეთება, წმინდა წერილის გარეშე არ უნდა იყოს, წმინდა მამათა ნაწერების გარეშე არ უნდა იყოს, მის გარეშე, ამების გარეშე ვერ შეძლებს, რომ სწორად აკეთოს. შეიძლება კვირაში ერთხელ უსმენს დავუშვათ იმ ქადაგებას და იქაც ძირითადად ის სახარება განიმარტება. მაგრამ იმის იქით მთელი კვირა ჩვენ 1000 რამეს უსმენთ ამ წუთი სოფლისას. და ამას სჭირდება რაღაცა შინაგანად რომ მქონდეს ადამიანს, რომ აი სწორი ხედვა რომ ჩამოუყალიბდეს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ამას სჭირდება რომ გადაშალოს წიგნი ადამიანმა და წაიკითხოს სასულიერო ლიტერატურას გულისხმობ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. თქვენ იცით რომ დღეს ჩვენს სამრევლოში, აი შენებარე სპორტულ დარბაზში იკრიბებიან ჩვენი ეპარქიის სამრევლო სკოლების გუნდები და იქნება შემოქმედებითი ღონისძიება, ზოგი იმღერებს, ზოგი ლექსი ტყვის, ზოგი იცეკვებს და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ რომ ესე იგი დაესწროთ და მე იმ ადამიანებს, მამაკაცებს, დედაკაცებს, მშობლებს, ბავშვებისან, ვინც ჩართული იყო ყველაფერი ამის მომზადებაში, მე პირადად ჩემი სახელითაც მინდა რომ მადლობა უთხრა და ჩემი მადლობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რომ ღმერთი უყურებს ამ ყველაფერს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღმერთმა შეიწიროს თითოეული ის, რაც თქვენ ამის მომზადებისთვის გააკეთეთ. ჩვენთან არის ღმერთი.